გამარჯობა, მეგობრებო, ამ მორიგ ეპიზოდში უნდა წარმოგიდგინოთ ბაკო ხელაძე, თურანის ინსტიტუტის მკვლევარი. დიდი მადლობა ბაკო შენი დროისთვის. მადლობა თქვენ ვინც გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავრცელდეს ეს კონტენტი და იცით კიდევაც ალბათ, რომ ძალიან კარგი არქივი ინახება ამ პერიოდში საქართველოში, ნამდვილად, ანუ ზუსტად იმ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გამოწვევებთან მიმართებით, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ დავიწყოთ ახლა ბევრი ამ შესავალი არ გვჭირდება. ბაკო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შენი დროისთვის. თემა, რომელიც შევარჩიეთ სასაუბროთ, ეს არის ძირითადად შუადერეფანი, მაგრამ ეს შუადერეფნის რაობა და რატომ შუადერეფანი და რა გამოწვევების წინაშე დგას ამ მხრივად საქართველოს, ზუსტად ამაზე უნდა ვისაუბროთ. და დავიწყოთ სამხრეთით, რახან ბაკო არის უფრო ირანის სპეციალისტი, ასე ვთქვათ, მეტწილად, თუმცა სხვა საკითხებით ძალიან კარგად იცის. დავიწყოთ იმით, თუ რა ხდება დღეს ირანში, იმიტომ რომ აი ეს კრიზისი, ეს საომარი მოქმედებები, ჰიპერინფლაცია, ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ამის შესახებ თითქოს არავინ არ საუბრობს. რაღაცა ზედაპირზე არის მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომ რაღაც იერიში მიიტანეს, იქ რაღაც აფეთქდა ეს, მაგრამ სიღრმეში ძირითადად დღეს ხონდა საინტერესო მოკლედ საუბარი ერთ ირანელ სპეციალისტთან, რომელიც წლებია უკვე ემიგრაციაში იმყოფება საზღვარგარეთ, მაგრამ გამონაკლის ირანელებს შორის არის, რომელსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ დაუკარგავს პულსი, რაც ირანში ხდება. იმიტომ რომ დღეს არა, მაგრამ აი ბოლო პერიოდში ვიტყოდი, ძირითადად ჩამოყალიბდა ირანის სპეციალისტების გულისხმობ ამერიკაში. ორი მიმართულება. ერთი არის თვითონ ირანელები უშუალოდ, რომელსაც ქორ ირანელებს ეძახიან ხოლმე, მეორე სახელით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გაბრაზებულები არიან რეჟიმზე და უბრალოდ ყველაფერს ნებისმიერ მომენტს ცდილობენ ისე დაინახონ, რომ აი ბოლო მომენტია, ბოლო გადაგორება და всё, ეხლა გავიმარჯვეთ. და ეს ხალხი საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ იმაში, რომ დაერწმუნებინათ ამერიკაში თვითონ ეს გადაწყვეტილების მიმღებები, რომ ნამდვილად ეხლა ეს პროტესტი რო იყო დიდი და ამდენი 1000 კაცი ჩაწვა იქ. ეხლა თუ ცოტასაც მივაწვევით, აუცილებლად გამოგვივა. მეორე ხალხი, ვინც ამას აკეთებდა, ეს იყო ის ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ირანზე. ან ძირითადად ვიტყოდი აი პარკეტის ექსპერტები, რომლებსაც არასდროს ირანში ახლომოსავლეთში ფეხი არ დაუდგავს, ალბათ დისის არ გაცდენი არასდროს და უბრალოდ რაღაც ანუ კარგი, ესე ვთქვათ, ჰაიპი შექმნა იციან, კარგად ესმის ეს ტექნოლოგიები, ამ სფეროში ასე თუ ისე კარგად არიან ათქვეფილები და აი ამ ორმა ჯგუფმა, დღეს როგორც ამ ჩემს ირანელ ნაცნობთან საუბრობდი, შექმნა აი ეს თითქოს ერთგვარი ბაბლი, რომ ყველაფერი იდეალურად არის, ყველაფერი კარგად არის, დალაგებული არის ამერიკელებისთვის და უბრალოდ ორი, როგორ ამბობდა, 4 თუ 5 კვირიანი ოპერაცია დაგჭირდება, ხო ტრამპი. ამას დაემატა ისიც ჩვენ გვახსოვს, რომ სანამ ტრამპი წამოიწყებდა ამ ოპერაციას, მას წინ უსწრებდა ნეთანიაჰუს იქ ჩასვლა, კონგრესში გამოსვლა და როგორც New York Times-მა და შემდგომ უკვე ისეთმა წონიანმა გამოცემებმა, რომელსაც აქვთ წვდომა ესეთ შიდა და ყულისების მიღმა თამაშებზე, ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ნეთანიაჰუმაც და ნეთანიაჰუს ესე ვთქვათ დაჯგუფებამ და თანამოაზრეებმაც ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს შეერთებულ შტატებზე, რომ აი всё, ჩვენ ყველაფერი მოგვარებული გვაქვს, უბრალოდ შევიდეთ და ყველაფერი თქვა. ასეთი მოლოდინი შეიქმნა ნამდვილად. ასეთი მოლოდინი შეიქმნა და ამას კიდე რა ამტკიცებს, რომ თუ გვახსოვს აი პირველი საათი, როცა თქვა ტრამპმა, რომ ჩვენ всё ვიწყებთ ამ ოპერაციას, გეგმა რა იყო, რომ მიმართვა ირანელს, ანუ იქ იყო, რომ ძირითადად გავანადგუროთ ატომური, ესე იგი, შესაძლებლობები, ბალისტიკური გავანადგუროთ იქ რეგიონში მისი პროქსი ძალები, ნუ ფაქტობრივად გავაიარავოთ, ხო? და ბოლოს რა იყო მოწოდება, რომ აი ძვირფასო ირანელო მოქალაქეებო, თქვენ ხომ გინდოდათ მხარდაჭერა, თქვენ ხომ გინდოდათ რეჟიმი დაგვეზიანებინა. აი ჩვენ ახლა ამას გავაკეთებთ, დანარჩენი თქვენზეა. უბრალოდ გამოდით ქუჩაში და ძალაუფლება ხელში აიღეთ. ზუსტად ბოლომდე მწვანე მაინც არ აუნთია მოსახლეობისთვის. არავის. ხო. ეს იყო მოწოდება და ზუსტად ეს მოწოდება და ეს განცდა, რაც ტრამპის ამ გამოსვლაში იგრძნობოდა, აჩენდა ფიქრობ რომ ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რასაც ახლა მე ვაყალიბებ თქვენთან ერთად. ამიტომაც არსებობს ერთგვარი ინფორმაციული ვაკუუმი, შენ თუ ეცდები რომ რაღაცა ალტერნატიულზე დაიწყო საუბარი, მაინდა-მაინც არ ახარ, ესე იგი, მიღებული და ორივე მხრიდან ხდება. ორივე მხრიდან, სამივე მხრიდან ზოგჯერ და შეიძლება კიდე ისეთი მხრიდან საიდანაც საერთოდ არ ელოდები, მაგრამ
ალტერნატიული აზრი არ ისმოდა არასდროს და ჯერჯერობით ისევ არ ისმის. მარტო ისმის ის აზრი, რომელიც თქვა კონიუნქტურას ჭირდება, მაგრამ ყველა ეს ნაბიჯი და ყველა ეს შემდგომი განცხადება, რომელიც კეთდება ამ მიმართულებით, გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ამას აქვს კონტრპროდუქტიული შედეგი ხოლმე და რანაირად. აი ყველაზე მარტივს გეტყვით ახლა. ოპერაციიდან სულ ცოტა ხანია, ალბათ სადღაც 1 თვე გასული, აპრილში არის, სადღაც 3 თვე გამოდის, ხო? აი ალბათ ყველას გვახსოვს ეს განცხადება, ტრამპმა თქვა, რომ მოკლედ ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ ერთ ღამეში გავანადგურებ ირანულ ცივილიზაციას. ეს ცოტა ვერ გაიგო ირანელმა, აი ისეთმა ხალხმა ვერ გაიგო, ვინც აი გაქანებული ტრაის ქორები რო ახსენეთ თავიდან, მაგ ქორებმაც ვერ გაიგეს. ან ჩვენ არ გვინდა ეს ისლამური რესპუბლიკა გასაგები და არ გვინდა ისლამი, მაგრამ ირანულ ცივილიზაციას რას ვერჩით, ეს ხო ყველას გვინდა რა, ანუ ირანელებს ვციტირებ ახლა. ეს ხო მოკლედ ყველასთვის ძვირფასია, ისლამისტია, რესპუბლიკელია, მონარქისტია, ნაციონალისტი და უბრალოდ აპოლიტიკური და უბრალოდ რავი სპარსული პოეზია უყვარს და რაღაც ფასარგადი და არქიტექტურა და ეს ხო ყველა ირანელისთვის არის ძვირფასი. შესაბამისად, ანუ ის სისტემა, რომელსაც ლეგიტიმაციის პროცესი აქვს, ესა პრობლემა აქვს უკვე წლებია და აი ბოლო თვეებში სანამ ომი დაიწყებოდა, აი აშკარად და თვალნათლივ ჩანდა, ესე განცხადებს რომ უკეთებ. ეს რა თქმა უნდა ასხავს სისტემის წისქვილზე წყალს, ხო? კონტრპროდუქტიულია. რა თქმა უნდა. და ეხლა ბოლოს კიდე რაც გააკეთა, ანუ ამას მოყვა ისეთი წვავე და ისეთი ნეგატიური რეაქცია თვითონ ირანული დიასპორა, რომელსაც აი გავლენა აქვს მოკლედ რა, იქ ამერიკულ პოლიტიკაზე მათ შორის. მათი მხრიდანაც საკმაოდ ისეთი წვავე და კრიტიკული პოზიციები დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, ანუ აქედან გაკვეთილები როგორც ხედავთ, რომ არ გამოიტანეს და ეხლა ბოლოს იყო რომ აი ორმოს ვაცხადებ ამერიკის ტერიტორიად და ეს არის როგორი წითელი ხაზი ირანელებისთვის, აი ისე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს იქ რა პოლიტიკური გემოვნების არის, რა პოლიტიკური მიმართულების არის. ორმოზის სრუტე ეს არ არის უბრალოდ ეკონომიკა, ეს არ არის უბრალოდ ლოჯისტიკა ირანელებისთვის, ან გეოპოლიტიკური მექანიზმი, რომ გავლენა მოახდინონ მსოფლიო გეოპოლიტიკაზე. ეს ამავდროულად დაკავშირებული არის მათ ღრმა ისტორიულ იდენტობასთანაც. იმიტომ რომ პირველი შეტაკება, როგორც ასეთი დასავლეთთან, აი მე ვამბობ უკვე აი ეს თანამედროვე ცნობიერებაში, რომელიც მე არ ვამბობ ხა სპარტელების და მოკლედ ან თქვა ალექსანდრე მაკედონელის და სპარსელების ბრძოლაზე. აი ისეთი რომელიც ჯერ კიდევ ცნობიერში არის და რომელმაც გავლენა მოახდინა დღევანდელი ირანულ პოლიტიკური აზროვნების ფორმირებაზე. ეს იყო ორმოზის სრუტე ზუსტად. და სადღაც ანუ მე-17 საუკუნის ამბავს ყვები, სეფევიდების დრო არის, როცა ჩვენ ძალიან მაგრად გვიჭირს. ორმოზის სრუტე აქვს დაკავებული პორტუგალიელებს, თითქმის 100 წელი და შემდგომ ქართული წარმომავლობის იმამ ყულიხანი, დაუთ ხანის შვილი, უნდილაძის შვილი ათავისუფლებს ამას ინგლისელებთან ერთად. და ეს არის პირველი ესეთი თქვა ნაციონალიზმის გამომჟღავნება, აი თანამედროვე ნაციონალიზმის გამომჟღავნება, თუ შეიძლება თანამედროვე ამას უწოდოთ, მაგრამ ერთ-ერთი პირველი გამომჟღავნება და პირველი ანტიდასავლური გამომჟღავნება. და როცა შენ ესე თემას ეხები და ესე ადგილას ეხები, ეს აბსოლუტურად გამოიწვევს უკო რეაქციას და ამანაც რასაკვირველია, ეს ძველი ტრამვები და ეს ძველი დამოკიდებულება გააჩინა. და ეხლა აი გუშინ წინაც მოხდა ეს ეკონომიკური სანქციები, რაც ეხლა დაიწყეს. მე მგონი პირველი ნაბიჯია, რაც ვიტყოდი იანვრიდან მოყოლებული პირველი სწორი ნაბიჯია, რაც გადადგეს. უბრალოდ 1-20 წელი დაგვიანებული ნაბიჯი არის ეს. იმიტომ რომ აი ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, როცა თეირანში ცხოვრობდი, სხვა ქალაქებში მიცხოვრია, სანამ საელჩომდე სტუდენტიც ვიყავი. რეალურად სანქციები თუ იმე ზარალდება, ეს არ არის ახუნდები, ანუ სასულიერო კლასი, ეს არ არის პოლიტიკური ან სამხედრო კლასი. ელემენტარული ხო ვიცით ეს დრონები, შაჰიდები ან ყველა რა ტექნოლოგიებზე არის აწყობილი. შეგნით არის ავსტრიული მოტორი, რაღაც ამერიკული, რაღაც სხვა სანავიგაციო სისტემა, მოკლედ სულ დასავლური ნაწილებითაა აწყობილი და ეს ყველაფერი დასავლური ნაწილები შეაგროვეს მათ აი ამ იზოლაციის პერიოდში. ანუ ასე თუ ისე რა ტექნოლოგიებზეც უნდათ მათ წვდომა, მაინც ახერხებენ. ეს ცოტა სამხედრო კუთხით რო შევხედოთ. ეხლა სამოქალაქო კუთხით რო შევხედოთ. აი მაგალითად მე კოვიდის დროს ვიყავი იქ და ირანს არ ქონდა წვდომა ამ მოკლედ ვაქცინებზე. და რაღაც თვითონ შეიმუშავეს რაღაც თითქოს ვაქცინა, მე ჩინელები დაეხმარნენ. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ყველამ გაიგო, რომ ამ ვაქცინებზე წვდომა ქონდა მაინც ამ ჭყალებში ბობოლებს და ვინც ზარალდებოდა ეს იყო ხალხი.
ასევე არის სხვა მედიკამენტების, ან სხვა ტექნოლოგიების, ან სხვა სიკეთეები, რაც თქვა დასავლეთში ან ჩინეთში არის, ან კიდევ სხვაგან არის გაშლილი და რაზეც წესით არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი, მაგრამ მაინც მიუწვდებათ. მოკლედ როგორც ყველგან რა, ელიტები არიან კარგად და მაინც კარგად არიან და ეს ყველაფერი აკეთებს იმას, რომ აი ფრაგმენტიზაცია, რომელიც არსებობს ამ საზოგადოებაში, ეს პოლიტიკური ფრაგმენტიზაცია და რის გამოც აი ამდენი წელია გამოსვლაზეა და ყოველ წელს ლამის ათასობით ადამიანი იღუპება, აი ამ განცხადებებით და ამ ქმედებებით ამ საზოგადოებას ადუღავებ და აერთიანებ და რავი, ან ყველაზე პირველი ომის ტრაქტატიც რო ავიღოთ, სუნძის ომის ხელოვნება მაგაშიც კი წერია, რომ უნდა შეეცადო მაქსიმალურად შენი ტრის ბანაკში შეიტანო განხეთქილება და არა პირიქით, ერთობა. და აი ხა ვართ. აი აქ ვართ გაჩერებული. აქ ვართ გაჩერებული. კარგი, ეს ძალიან მძიმე ამბავია, იმიტომ რომ საზოგადოების შედუღაბებაზე და პირიქით გახლეჩვაზე, ანუ ბევრ სცენარზე იყო საუბარი, კარგად გემახსოვრება შენ, სანამ დაიწყებოდა საომარი, იერიშების მიტანა, ხო? ანუ იქნებოდა ბუცონზე, ანუ სახმელეთო, არ იქნებოდა, მოუტანდა სახმელეთო უფრო მძიმე რაღაცას და მე მგონი გაითვალისწინეს ერაყის გაკვეთილები და სახმელეთოზე უარი თქოს, მინდა მჯეროდეს ყოველ შემთხვევაში ამისი. მაგრამ მოდი ეს გადავდოთ ერთი წამი და იმ გაურკვეველ ფონზე, რასაც შენ საუბრობ, აი ამ ბურუსზე, ჩავიდეთ ცოტა უფრო სიღრმეში. რა ხდება რეალურად ახლა ირანში, იმიტომ რომ აი ეს ინფლაცია, რომელიც იყო ისედაც, ის რომ ხალხი რიგითი ირანელი ცხოვრობდა ძალიან ცუდად მანამდეც და აი ეს დიდი გამოსვლები სწორედ უკავშირდებოდა ეკონომიკურ მდგომარეობას და არა რაღაცა სხვა რაღაც სამხედრო პოლიტიკურ მიზნებსა, იყო ზუსტად აი ეს მდგომარეობა, ხო, ანუ სოციალური მოთხოვნები, ხო? და ახლა, როდესაც ინფლაცია, რა ვიცი, ჰიპერინფლაციაზე საუბრობენ, ხო? უკვე, რომ ანუ პრაქტიკულად რეალი გაუფასურებული, ანუ მისი ფასი არაფერი არ არის. თუ იცი ახლა რა მდგომარეობა არის მაგ მხრივ? დღეს ზუსტად კიდევ ერთხელ აი გადავამოწმე სანამ აქ მოვიდოდი დოლართან მიმართებაში რა ღირდა რეალი და ახლა არის 205,000 თუმანი. ანუ თუმანს რო ვამბობ, ირანული ჟარგონით ეს იგულისხმება, რომ 205,000 და თუმანში ეს არის კიდე 4 ნული ჩამკლებული. ანუ ამდენია რეალურად დღეს რეალი. და მე უცებ გამახსენდა რომ 2018 წელს, როცა პირველად ჩავედი იქ, რაღაცნაირად დაემთხვა ჩემი ჩასვლა, იმას რომ აი ტრამპს ახალი დაწყებული ქონდა ეს მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა რომ გამოდის ამერიკა ამ ბირთვული შეთანხმებიდან და აი თლიანად ამ ბერკეტები რაც გააჩნდა სანქციების ყველა მიმართულებით გაეროდან თუ ნუ პირადად თუ ასე შემდეგ ყველაფერს აქტიურებდა. ამის ფონზე მაშინ, ეხლა ვთქვი რომ 205,000, მაშინ იყო 4,000 და უცებ რაღაც ერთ კვირაში თუ ორ კვირაში 4,000-დან გახდა 8,000 და მასიურად ხალხმა რავი ზოგმა თვითკვლევასა და ზოგმა არ ვიცი ძალიან ცუდი შემთხვევები იყო, ბევრი ფატალური რაღაც გულის შეტევები და ამ შემდეგ დაფიქსირდა იმ პერიოდში და ეხლა რო ვიყურები ამ 8 წლის უკან და ალბათ იმ ხალხს რო ცოდნოდა რომ ცოტა ხანში ეს 4,000-დან 8,000-მდე გაზრდა სანატრელი იქნებოდა, ალბათ თავს არავინ არ მოიკლავდა და არც ინერვიულებდა მაგაზე. აი ამას არ ვიცი რა დავარქვა. ინფლაცია აღარ ქვია მას, ან რანაირი ინფლაცია შეიძლება. ალბათ რაღაც ახალი ტერმინი უნდა მოიგონონ ეკონომისტებმა, რომ ეს აღწერონ. ეხლა რა ხდება ზოგადად სოციალურ ფონზე გეტყვი ძალიან მარტივად რა. რეალურად ირანული სოციალური სისტემა დაფუძნებიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის დაფუძნებიდან იყო როგორი? რომ მოკლედ ესე იგი ახუნდები, ანუ ეს სასულიერო პირები მოვიდნენ როგორი დაპირებით. აქედან დავიწყებ ორი სიტყვით. ხალხს ეუბნებოდნენ რომ ეს გაზი, ნავთი და ყველაფერი რაშიც თქვენ კაპიკებს იხდით, ამასაც არ უნდა იხდიდეთ თქვენ ეს უფასოდ გეკუთვნით, ეს თქვენია ყველაფერი. და ჩვენ რომ მოვაქვთ ევროპაში და რევოლუციას მოვახდენთ, ეს ყველაფერი იქნება თქვენთვის უფასო. ნუ რეალურად რომ მოვიდნენ, მართლა ბევრი რაღაცები იაფი იყო და ეს იაფე დაფუძნებული იყო რაზე? არსებობდა ეგეთი სისტემა, რომელსაც სპარსულად ერქვა ნერხენიმა. ეს ნიშნავს რას, რომ მოკლედ ის იმპორტული პროდუქცია, რაც შემოდიოდა ირანში წლების განმავლობაში, ესე იგი ხდებოდა მისი სუბსიდირება. მოკლედ თუ თქვა და რეალური კურსი პირობითად ვამბობ, ხა ძალიან პირობითად ვამბობ, რაღაც იყო 1:10-თან ამ სუბსიდირების შედეგად, ესე იგი იმპორტიორი კომპანია, ან ვიღაც კონკრეტული პირი იღებდა ამას 10-ის მაგივრად იღებდა თქვა 4-ში, ან 5-ში, ბევრად უფრო იაფში, ბევრად უფრო
ესეთ და იქედა რომ შემოქონდა ეს პროდუქცია, შემდგომ ბაზარზე ხდებოდა ეს პროდუქცია ბევრად უფრო იაფად, ვიდრე რეალურად მისი ღირებულება უნდა ყოფილიყო. და მთელი თითქმის 40 წელი იყო აი ეს სისტემა, ანუ სოციალისტურიც აღარ ქვია ამ სისტემას, რაღაც კვაზი სოციალისტური სისტემა. მერე უცებ როცა ეს რაისი მოვიდა 2021 წელს რუჰანის შემდგომ, თქვა რომ იცი რა მოდი აღარ გვინდა ეს ჩვენ სისტემა, იმიტომ რომ ეს კორუფციის ბუდე გახდაო, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანები და ბიზნესმენები ამით სარგებლობენო და ხალხი ზარალდებოდა. მოდი ჩვენ ახლა ამ სისტემას შევცვლით და გადავალთ უშუალოდ სოციალურ დახმარებებზე და დაფინანსებაზე და მოკლედ ამ თანხას თქვენ პირდაპირ მიიღებთ ჩვენ რაც სუბსიდირებით ბიზნესმენებს უხდიდითო. ეს რეალურად თანხა, რომელსაც ხალხს უხდიდნენ, იყო აი სასაცილო რა. ძალიან ანუ იმით ვერაფერს არ ვიცი როგორ უნდა გაიტანა თავი ადამიანს, ერთ ადამიანსაც თუნდაც ერთი კვირა. რეალურად ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი ისეთი პროდუქტები, აი პირველადი მოხმარების პროდუქტები, რაც მანამდე რაღაც ფასზე იყო დასტაბილურებული, რავი, ლამის აწლეულები, უცებ 300%-ით, 200%-ით მინიმუმ ყველაფერი გაიზარდა. ამას დაემატა ისიც, რომ აი რუჰანის პერიოდი მაინც ასე თუ ისე ლაითი იყო, არავის არ დაძდევდა იმაზე, რომ აი მოკლე მაისური რატო გაცვიან, შედარებით მოკლე კაბა რატო გაცვიან, თავზე ზუსტად რატო არ გახურავს ასე თუ ისე ჰიჯაბი. და აი ამ ყველაფერს, ამ სოციალურ გაჭირვებასაც, რაც უცებ იხეთქა. დაემატა ეს მოკლედ ზემოდან კულტურული წნეხიც, რომ რატო ისლამურად არ გაცვია, რატო ესე, რატო ისე და აი ზუსტად ამან მოახდინა იქ აფეთქება, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ მე ამ მაჰსა ამინის გამოსვლების სახით. იქ მაჰსასთან ერთად აი მე პირადად იმ პერიოდში აი წინა რამდენიმე თვით იქ ვიყავი ჯერ კიდე და რეიდები მიდიოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და აი ხალხს უკვე აი აქ ჰქონდათ და მაჰსა არ იქნებოდა ვიღაცა ზაჰრა იქნებოდა ან სხვა იქნებოდა. აი ეს გაჭირვება მოკლედ დიდი ხანია ირანში სუფევს, სისტემა სოციალური მოშლილია, ეკონომიკური დაშლილი არის შიგნიდან, მაგრამ ასე თუ ისე მაინც ახერხებს სისტემა ფუნქციონირებას, მაინც ახერხებს გადარჩენას, იმიტომ რომ ირანი არის შიდა რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა და აი ბოლო რამდენიმე ასწლეულები რო ავიღოთ, სადღაც ეს ქვეყანა ამ ქვეყანას აქვს დაგროვების, დოვლათის დაგროვების საკმაოდ დიდი ტრადიცია. აი იმდენად დიდი ტრადიცია, რომ შეიძლება ჩვენთვის ქართველებისთვის წარმოუდგენელი იყოს. აი მაგალითად, შეიძლება რაღაც კონკრეტული ერთი ირანელი ოჯახი იყოს, ხალიჩებით მოვაჭრე, რომელსაც აი 300 წელია ეს ოჯახი უწყვეტლივ თაობიდან თაობას აი გადაეცემა ეს პროფესია თავის დოვლათთან ერთად. და ეს აი უდიდესი ფული არის აკუმულირებული ამ ქვეყანაში, რომლის ხარჯზეც ასე თუ ისე აქამდე მოდიან. ნუ პლუს ამას ეს 90-იანებში რაღაც დიდი ბუმი ჰქონდათ, უცებ რაღაცა იქ ნავთობიზე ფასები აიწია რაღაც ეს ყველაფერი მაგასაც დაემატა და აქამდე ძლივზლიობით მოდიან, მაგრამ უკვე ვეღარ მიდიან აქ და აი ისრაელთან ომი იყო აი დიდი დარტყმა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააჩერა იქ ინდუსტრიები და ყველაფერი, მე ამ გამოსვლებმა საერთოდ და დღეს არის ირანში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ისტორიაში. რამდენი პროცენტია? აუ დათვლას აზრი აღარ აქვს. ჯერ ერთი ხო არ ზოგადად ახლო აღმოსავლეთის არანაირი სტატისტიკა არ ინდობა. იქნება ეს მოსახლეობის აღწერა თუ ნებისმიერი. შანსი არ არის ვერ დაეყდები მაგათ, მაგრამ თვითონაც კი აღიარებს უკვე რა, რომ ესეთი მასშტაბი არ ქონია, მაგრამ ნუ ალიბი აქვს, რომ იცით რა, ქარხნები დაგვებომბა, ინფრასტრუქტურა გაგვინადგურდა, ომია და რა ვქნათ. მოკლედ, პური გაძვირდა პირველად ამდენი ხნის განმავლობაში. პურის გაძვირება ბევრ ქვეყანაში რევოლუციის წინაპირობაც გამხდარა, კარგად ვიცით. პური ჩვენი არსობის ყველა. უმუშევრობა მოკლედ, აი ყველა მიმართულებით ეკონომიკურად არის საშინელ მდგომარეობაში ეს ქვეყანა და აი გავს რაღაცა ერთგვარ აი ოთახს, რომელიც გაზის ბუნებრივი აირით არის რა, მოკლედ გაჯერებული და უბრალოდ ერთი ნაპერწკალი უნდა და ყველაფერი კარგი. სანამ მან ერთ სამი კითხვა მაქვს რა, ორი კითხვა უცებ ბლიც გავიაროთ და მე მესამეს დავუბრუნდით. პირველი კორუფცია მაინტერესებს, ანუ კორუფციის დონე როგორი არის, ანუ შენი დაკვირვებით, აი იმ დაკვირვებით, რაც როდესაც იქ იყავი, ცხოვრობდი და უყურებდი და აქედან უკვე ახლა, როდესაც ამ ყველაფერს ბევრად უფრო სკრუპულოზად იკვლევ. ერთი ეგ მინდა უცებ. ქვედა დონეზე არ არსებობს. აი ის რომ მაგალითად ქართულ ჯიგრულ პონჩი რო გაეშნიქს რაღაცა ფულს გაუმაზავდი გზაზე და გაპატიებდა, იქ ეგრე არ მოსულა. ან სადღაც ვიღაც აი ქვედა დონის ჩინოვნიკთან ფული რო გადაიხადო, არა. თუ ფულის გადახდა და კორუფცია, საშუალო და მაღალი დონე. საშუალო და მაღალი. და საკმაოდ ისეთი
იქ თანხებია და იქ თანხებზე არის ლაპარაკი, რავი მარტივ მაგალითს გეტყვით, აი თეირანის ჩრდილოეთი, რომელიც ყველაზე ისეთია, აი სვეტსკ დასახლებად ითვლება, ყველაზე იაფი მე ვამბობ რაღაც აი საშუალო დონის ბინის ფასი იწყება 1 მილიონი დოლარიდან და მოკლედ ხო წარმოგიდგენიათ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში რამ ხელაფული ტრიალებს და შესაბამისად კორუფციის მასშტაბებიც რა იქნება. მილიარდებზეა ლაპარაკი. ესე იგი, ერთი მხრივ კორუფცია მაინტერესებს, მეორე მხრივ მაინტერესებს აი ამ სოციალური სიდუხჭირის ფონზე არის თუ არა რაღაცა იქმნება თუ არა რაღაცა აი ან შექმნილია თუ არა რაღაცა ეგრეთ წოდებული კლანები და გავლენიანი. კლანები იქ უნდა ხო, რა თქმა უნდა. კლანები იქ ხო, აი ეგ მაინტერესებს. გავლენიანი მიმართულებების მქონე. აი მაგალითად ეხა უცებ რაც გამახსენდა პირველივე აი შამხანი, ალი შამხანი რო იყო აი ბოლოს რომ მოკლეს. ესე იგი წლების განმავლობაში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ბოლოს მრჩეველიც იყო, უშუალოდ ხამენეის. მოკლედ ძალიან გავლენიანი გენერალი იყო, თან საზღვაო ბექგრაუნდით და ჰქონდა თავისი გადამზადი კომპანია ადმირალი, მონოპოლისტი იყო სრულად. ზღვას ვერ მიეკარებოდა, იმიტომ რომ ეგ ნიშნავდა, რომ ალი შამხანის ეტაკებოდი და ალი შამხანისთან დატაკება ძალიან ცუდად თავდებოდა ხოლმე. გარდა ამისა, ანუ ჯერ ერთი ან ესე რო ავიღოთ თვითონ აი მარტივად რო ახსნა ქართული მსმენელისთვის, აი წარმოვიდგინოთ საქართველოში, აი საქართველოს მაგალითზე აი არსებობდეს არმია და არსებობდეს კიდე დამატებითი არმია, აი როგორც მხედრიონი იყო ჩვენთან. აი ეს მხედრიონი რო მოკლედ გამხდარიყო სახელმწიფო, ან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში რო გადმოსულიყო რა. მოკლედ მხედრიონი რქმეოდა ისე, მაგრამ ეს ეკონომიკური ბერკეტები და გავლენის ბერკეტები პოლიტიკური რო შეენარჩუნებინა. ეგეთი არის იქ გუშახთა კორპუსი, რომელსაც ასევე აქვს მრავალმილიარდიანი ეკონომიკური აქტივები, რომლებიც მოიცავს გაზის და ნავთობის ეროვნულ ესე კომპანიებს, აეროპორტებს, მოკლედ ყველა მსხვილ ბიზნესებს. და შემდგომ მე ეს თვითონ შიგნით კიდევ ჩაშლილია, როგორც უკვე ვთქვი, რომ იქ ცალკე იყო ეს შამხანის კლანი, ცალკე იყო ლარიჯანების კლანი, ცალკე ბევრი კლანები იყო, კიდევ ნუ ხამენეის თავისი კლანი ყავდა, ხამენეისთან იყო კიდევ ასევე მოკლედ ფინანსური დაჯგუფებებია მაგალითად ასყარე ოლადი ეგეთი, რომელსაც ამბობენ, რომ რამდენი მილიარდი აქ ტიპმა არ იცის, უბრალოდ იმიტომ არავინ საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული, რომ აი Forbes-ში მაგალითად რომ მოხდე, როგორც ვიცი, რაღაც აქტივი უნდა გაყიდო და მაქედან გამომდინარე, მე ითვლიან დაახლოებით აი რაღაც პროცენტს რო ყიდი, შენი მთლიანი აქტივების რაოდენობა რა, ამ კაც არ აქვს მაგის გაჭირება, რომ რამე გაყიდოს და თან აი საუკუნეები აგროვებს მაგის ოჯახი და ნუ საუბარი არის, რომ რაღაც შეიძლება 100 მილიარდიც ქონდეს ძალიან ჩვეულებრივად. ეგეთი კლანი არის ძალიან ბევრი. და ახლა რეგიონების მიხედვით იყოფიან, სამსახურების მიხედვით იყოფიან და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ესეთ გავლენიან კლანს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში არის αφილირებული, ირიცხება, მაგრამ ნუ რაღაც თავის კლანური ინტერესი აქვს და მოყვება შლეიფად თავისი გასამხედროებული იდენტობა. რომელიც უკვე აღარ ირიცხება ემაში. სამხედროობა იქ ნიშნავს კარიერას, ანუ სამხედრო თუ არ ხარ სასულიერო პირი, ოფიციალურ სამხედროს არ ვამბობ. აი, გასამხედროებულ ტიპებს იარაღებით. ხო, ანუ ერთხელ აი დაახლოებით ეს ირონიულად ვამბობ, დაახლოებით ეგეთი ტიპია რა, ეს გუშაგი ერთ ხელში იარაღით, მეორე ხელში მოკლედ კალკულატორით, სადაც თავის ფინანსურ აქტივებს ითვლის ხოლმე ყოველდღიურად, აი. იმიტომ რომ ნავთობი მაგის ხელშია, გაზი მაგის ხელშია, ტრანსპორტირება მაგის ხელშია, ყველაფერი მაგათ ხელში არის. მშენებლობაზე აღარ ვლაპარაკ, აი, მშენებლობაზე ოფიციალურად განა ის რო აი კლანები და რაღაცა. მშენებლობა ოფიციალურად არის გუშაგების ხელში 99 წლიდან, როცა აი შეიქმნა ეგეთი ორგანიზაცია, ხათამონ ანბია, ეგრე ქვია, კარი კონსორციუმი და მთელი ეს ბიზნესები ახლა რაც ჩამოთვალე, ეგ ყველაფერი გაერთიანებული არის ამ კონსორციუმის ქვეშ. აი ამ ხათამ ოლ ანბიას ქვეშ. კარგი, კითხვა. აი ეს არსებული მოცემულობა ახლა ანუ ჰიპერინფლაცია და აი ესეთი სისტემა რა, რომელიც არის შექმნილი. სოციალური დისბალანსი, ასე ვთქვათ რა. კატასტროფულია. ხო, რომელიც დღითი დღე იზრდება, ხო? ანუ დიდი უფსკრული ჩნდება. აი ამ სოციალური უთანასწორობის პირობებში და კვალზე როგორ ინარჩუნებს აი ეს ელიტა ძალაუფლებას, რის ხარჯზე? ესთან ახალი რაღაცები არის, follow-up-ი მიდის, ხო? ხო, მოკლედ ეს გეპი იმხელა არის ეს სოციალური.
და ეს ეხლა არ გაჩენილა უკვე ალბათ კაი განსაკუთრებით დაეწყო როცა ტრამპი გამოვიდა ბირთვული შეთანხმებიდან. აი ეგ იყო ალბათ წყალგამყოფი ირანის ეკონომიკისთვის და სოციალური მდგომარეობისთვის. მანამდე ასე თუ ისე ამ ქვეყანაში ხო ფული შედიოდა, მოძრაობდა, ოცხოური ბიზნესები იყო, იქ ყველაფერი მოკლედ, ყველაფერი კარგად თუ არა, ასე თუ ისე მიდიოდა. ბოლომდე გამოგდებული არ იყო ამ საერთაშორისო სისტემებიდან და როცა ეს ტრამპმა დაიწყო მაქსიმალური წნეხის პოლიტიკა 17-18 წლებიდან, ნელა-ნელა უკვე დაიწყო ჩამოშლა და ეხა კატასტროფულ ზღვარზეა მიღწეული. აი მაგალითისთვის ჩემი ყოფნის პერიოდში ჩრდილოეთ თეირანი ეს არის ცალკე სხვა რესპუბლიკაა და დანარჩენი ირანი არის ცალკე. ამ ჩრდილოეთ თეირანში რომ მოხვდები, ნახავ ყველაზე თანამედროვე მანქანებს, ნახავ ყველაზე კარგად ჩაცმულ ხალხს. აი ვერ იფიქრებ, რომ ეს და თქვა ცენტრი ენღელების ერთი და იგივე აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყნებია, აბსოლუტურად სხვადასხვა კანონებია და ჰაერი სხვა არის, ხალხი სხვანაირია და ეს ყოველთვის ეტყობოდა და თან ხალხი ამ თეირანში მე არ ვამბობ ხა კიდე ქაშანში და თქვა იქ ნაჯაფაბადში და ეგეთ ქალაქებში კიდე უფრო პროვინციულში შეიძლება თეირანში ისე დაიბადოს, გაიზარდოს და მოკვდეს ადამიანი სადღაც რაღაც ნაწილში, რომ ამ ჩრდილოეთ ნაწილში წესიურად ვერც მოხდეს რა. თუ მოხდება ეგეც რავი, ალბათ იმიტომ რომ ვიღაცის ან ავეჯის გადაზიდვა უნდა ან რაღაცა და ესე თუ მოხდება რა. ის რომ რაღაცა იქ იმ სიკეთით თუნდაც ცოტათი ისარგებლოს გამორიცხულია ისეთი განსხვავება, თუნდაც სახლების ფასები რო ავიღოთ სადღაცა საშუალოდ ამ ნაწილში სახლის ფასი არის 2-3 მილიონი, სახლის არა, ბინის, აპარტამენტის. ქვემოთ სადღაც აი თბილისში რაც არის ეხლა, დაახლოებით ეგ ფასები არის. და რითაც იჭერს რეჟიმი, ეგ არის ერთ-ერთი თოფი ამდენი ხანი. თოფი და ის რომ ოპოზიცია არ არსებობს საერთოდ ქვეყანაში და პოლიტიკური პროცესი მკვდარია. და გარეთ რაც ხდება ეხლა იქ დიასპორა, რასაც აკეთებს, აბსოლუტურად მოწყვეტლები არიან რეალობას, საერთოდ ისევე როგორც პრინცი? პრინცი, ხო, ანუ იგივე თითქმის აი იგივე ხალხზე ვლაპარაკობ, ეხლა პრინცის ხარდაჭერები არიან, ესენი ზუსტად ვიზეც ეხლა საუბარი მაქვს. ასე რომ აი ეს პოლიტიკა მკვდარია, ძალიან დიდი ხანია. ალბათ აი ბოლო ვისაც შეეძლო რაღაცა პოლიტიკის კიდე კეთება, იგი იყო რაფსანჯანი. ამ რაფსანჯანის კიდე შეეძლო რაღაც აი ქონდა რაღაცა ქარიზმა ამ რევოლუციაში დამსახურება ქონდა. და ხამენი ეშინოდა კიდევაც რა, იმიტომ რომ ხამენი როგორც ასეთი ფიგურა რაფსანჯანიმ შექმნა. არც ეკუთვნოდა მაგას ეს ტიტული თავის დროზე, ეს რეგალია თავისი იმ სიტუაციაში, ანუ რა თვითონ ბაგაჟიც ქონდა სასულიერო და ასე შემდეგ, არ ეკუთვნოდა მაგას ეგ სტატუსი, მაგრამ რაღაცნაირად ისე ჩააწყო რაფსანჯანიმ ეს ყველაფერი, რომ ესე გაიყვანა. ხო და ეს კაცი რომ მოკვდა რაფსანჯანი, პოლიტიკაც მოკვდა, მე ბოლოს ცოტა რაღაც ცდილობები ქონდა რუჰანის და ჯავად ზარიფის, მაგრამ აი ტრამპის ამ გამოსვლამ ბირთვული შეთანხმებიდან ეს იყო საჩუქარი სუფთა აი პრინციპალისტებისთვის, აი რადიკალებისთვის, იმიტომ რომ აი რადიკალები ყოველთვის ძახდნენ, რომ არ შეიძლება ამერიკელებთან ლაპარაკი, არა ჩვენ არ უნდა დაველაპარაკოთ. და ამერიკელები, ტრამპი რომ გამოვიდა, ეს ყველანაირი ცერემონიების გარეშე და გაფრთხილების გარეშე, ის რომ თავის პარტნიორებსაც არცა პატივი არა თუ ირანელებს. კონსერვატორებმა თქვეს, აი ჩვენ ხო გეუბნებოდით, ჩვენ ხო ვამბობდით, რომ ამათან ლაპარაკი არ შეიძლება და ჯერ მოკვდა რაფსანჯანი, მერე ეს რეფორმისტების ფლანგი საერთოდ წაიშალა და აი ახლა გვაქვს ის რომ პოლიტიკა არ არსებობს მან და შესაბამისად იჭერენ მაგის რა, იარაღი და პოლიტიკის არსებობა. მან მინდა კი ესეთი კითხვა დაგისვა რა, რომ რახან არაფერი არ არის და რახან პოლიტიკა არ არის, ხო? ანუ ეს ხო პოლიტიკა არ არის, ხო ვიღაცები არიან უბრალოდ ძალაუფლებაში და ვიღაცა ანუ ძალით მართვა არის, ხო? როგორ მოხდა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნეს რამდენიმე ეშელონით განადგურების შემდეგაც კი? ხო, ანუ ეს პირველი საჰაერო იერიშები ჩვენაც ვნახეთ, რომ ჯერ პირველი ელიტა მოსპეს, მერე მეორე, მერე მესამე და ეს სპირალისებურად დაუყო, მაგრამ მართვა, რა ვიცი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ირანში არის, ჯერჯერობით გრძელდება, ხო? ანუ ყოველ შემთხვევაში იმ ამბებზე დაყრდნობით რა ამბებიც იქიდან გამოდის. ხო, აი წინა კითხვა იყო ერთ-ერთი აი კლანებზე. ზუსტად ეგ არის, ანუ ისეთი
მოკლედ ყველას მათ შორის აღიარებ, რომ წარმოდგენა გქონდა, რომ ირანული სისტემა იყო ძალიან მონოლითური. და მოკლედ ის ინფორმაციები, რაც მანამდე არსებობდა, ასეთი თუ ისეთი თუ ყველანაირი წყაროებით, ყველა ამბობდა, რომ ირანი არის მონოლითური სისტემა, ხამენეიზე ჩამოკიდებული სისტემა და თუ ჩამოიშლება სათავე, დაიშლება მთელი სისტემაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ესე არ არის და სისტემას აქვს ძალიან ღრმა ფესვები და მოკლედ ერთ თავს თუ მოაჭრი, რაღაც გველეშაპისავით მეორე თავი ამოდის მის ადგილას. როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ამას არ ვიცი, ალბათ ბევრი საათი დაჭირდება და რაღაც უნდა დაიწყო შიიზმი როგორ მოხდა საერთოდ ირანში და რა სისტემაა საერთოდ შიიზმი. ირანული შიიზმი კიდე საერთოდ სხვა მოვლენაა, რომელიც თავისი არსით აერთიანებს საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტს, ანუ მოკლედ, აი ბავშვი რო იბადება, დაბადების დღიდან გარდაცვალებამდე შიიტური ისლამი, აი ირანული ისლამი განსაკუთრებით მონაწილეობს მის ცხოვრების ყველაფერში. ყველა ეტაპზე და ის ამ უმაში იზრდება, აი რაღაცა კონკრეტულ რაღაც საზოგადოებაში იზრდება, მან იცის მისი ადგილი, მისი ფუნქცია, მისი როლი, რომელიც ასაკებთან ერთად და დროთა განმავლობაში იზრდება. ანუ მოკლედ ეს სისტემა ადამიანს ისე ამუშავებს რაღაცნაირად, რომ მოკლედ ყველა მიცის რა ადგილას უნდა იყოს კონკრეტულად. ეს სისტემა ფეხზე დადგა ერაყ-ირანის ომის შემდეგ? არა, ეს სისტემა არსებობს ძალიან ბევრი ხანია, ალბათ ვიტყოდი საუკუნე ნახევარი. და უფრო ადრე? კი, საუკუნე ნახევარი, აი ნაბიჯ აშენეს ამათმა ის სასულიერო პირებმა ეს სისტემა. და რეალურად მე მოვიდნენ იმ რევოლუციამ. რევოლუცია იყო უბრალოდ დაგვირგვინება, თორე რევოლუციამდე იმდენი რაღაცა გაიარეს. იგივე თქვათ, მანამდე იყო რაღაც საკონსტიტუციო მოძრაობები, უფრო მანამდე იყო იქ რაღაცა რელიგიური დებატები, ახლა შორს რო არ წავიდეთ. სხვათა შორის ამაზე ძალიან კაი წიგნია ქართულად დაწერილი, თუ ვინმეს დაინტერესებს, გიორგი სანიკიძის შიიზმი და სახელმწიფო ირანში, იდეალურად არის აღწერილი და ალბათ თუ რამე კარგად ცემს პასუხს, რატო არ ჩამოიშალა ირანული საზოგადოება და ეს ისლამური წყობა და სისტემა ირანში, ალბათ ეს წიგნი მიმაჩნია მე ზოგადად. რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? ანუ ხვალინდელი დღე ირანის შენ როგორ გესახება? ეხლა რასაც ვაკვირდებით, ეგ არის ძალიან კრიზისული მდგომარეობა ირანში. არ ვიცი, კატასტროფა. მეგონა რომ აი ყოველთვის ვამბობ, რომ ამაზე უფრო კატასტროფული არ შეიძლება, მაგრამ ყოველთვის მაკვირვებენ ხოლმე, რომ თურმე შეიძლება. ეხლაც მაგაზრზე ვარ, რომ ამაზე კატასტროფული არ შეიძლება, იმიტომ რომ უმუშევარი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამავდროულად არის ახალგაზრდა მამაკაცი და ჩვენ ვიცით, რომ აი ახალგაზრდა უმუშევარი მამაკაცების რაოდენობა ქვეყანაში ეს წევს საზოგადოების პასიონარულ სულს და ეს თუ არ გაიხარჯა შემდგომ სადღაც მერე თვითონ შიგნით რაღაც არეულობებს აწყობს და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი შეხედით აი ეს გარედან რო შეხედო, თითქოს ყველაფერი არის შიგნით იმისთვის, რომ ეს საზოგადოება ამოტრიალდეს. ეხლა ამერიკელები რასაც აკეთებენ ეს, რომ ბოლომდე მოუჭირონ მარწუხები და ყველა ეკონომიკური ბერკეტი, რითაც ირანს შეუძლია რაღაც ფინანსური რესურსები მოიზიდოს, მოახრჩონ, გასაგებია პრინციპში, მაგრამ რამდენად იმუშავებს არ ვიცი და სკეპტიკურად ვარ განწყობილი და მე მგონია რომ პირიქით ეს იმ საზოგადოების ნაწილს რომელიც გაბრაზებული არის რეჟიმზე უკვე დიდი ხანია პირიქით თუ დადებითად არ განაწყობს მათ მიმართ მოკლედ ომის ხასიათზე აღარ იქნება ყოველ შემთხვევაში რა ვიტყვის რომ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ახლა რეჟიმის შემჭამს თუ სანქციებში მოკოდები თუ ასე თუ ისე აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში აგრესია. მანდ პატარა კითხვა. შენი დაკვირვებით შეინიშნება თუ არა მაგალითად გადინება? გადინება შეინიშნება 2022 წლიდან, აი კატასტროფულია. 2022 ახლა ვამბობ. ეხლა ვერ შეინიშნება, იმიტომ რომ უბრალოდ ჩაკეტილია ქვეყანა, ვერ არის ისეთი მოძრაობა და ჯერჯერობით კიდევ საზოგადოებას რაც აჩერებს, ეს არის იმედი იმისა, რომ ადრე თუ გვიან ეს ომი დამთავრდება, მაგრამ თუ ეხლა კიდევ უფრო გაიწელება ეს საბრძოლო მოქმედებები და ეს ბლოკადები და რაღაცა საბოლოო ჯამში იტყვის ალბათ საზოგადოება, რომ
არ ყოფილა საშუალო და როგორც სირიაში მოხდა რაღაცა პერიოდის გასვლის შემდგომ დაიძრა ეს მოკლედ დევნილების დიდი ნაკადები იქაც იგივე მოხდება ელემენტარულად. თავისით არ დაიძრა სირიაში, მიეხმარა ჩვენი ჩრდილოეთ, მაგრამ კითხვა ზუსტად მაგასთან დაკავშირებით რა, რომ სისტემა, რომელიც ვიცოდით, რომ ამდენი წლის განმავლობაში ესეთი მართლობის ესეთი სისტემა იყო ირანში, ეს სისტემა პრაქტიკულად აღარ არის, ხო? ანუ იმ სულიერი ლიდერი რევოლუცია მოხდა ოღონდ სხვანაირი. სხვანაირი. რა სისტემა შეიძლება იყოს ხვალ? ძალიან საინტერესო ის მსჯელობა. აი ძალიან საინტერესო ამბები ხდება ახლა ირანში, რეალურად პარადოქსული და ცოტა ირონიულიც არის, რომ ირანში მოხდა სამთავრობო ცვლილება, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამერიკელების ხელით. და ეს ცვლილება რაც ახლა მოხდა ამერიკელების ხელით, მაინდა-მაინც არ აწყობთ ამერიკელებს და რატომ? მოკლედ, აქამდე ასე თუ ისე მოსადი და დასავლური სადაზვერვო სისტემები ძალიან მაგრად მუშაობდნენ ირანის ტერიტორიაზე შიგნითვე. ამის თვე ან რაღაცა წელიწადში რამდენიმე ისეთი ხმაურიანი და სერიოზული ოპერაცია რო ჩაეტარებინან მოსადს, ან თქვათ დასავლურ რომელიღაც სპეცსამსახურს, აი შანსი არ იყო. ხო და აი მთელი ეს ინფორმაციები იყო ხო აწყობილი, აი მე თვითონ ერთი აჰმადინეჟადმაც რომ მოყვა ერთი ისტორია თუ გახსოვთ, რომ მოკლედ შეიქმნა დაზვერვის სამინისტროში კონკრეტული დეპარტამენტი, რომელსაც კონდაზვერვითი დეპარტამენტი, რომელსაც ისრაელის შემოღწევაზე უნდა ემუშავა და პირიქით ანუ ტროასხენი გახდა თვითონ ამ სისტემის და პირიქით თვითონ შემოუშვა ევრაული გავლენები, ხო? ხო და აი ეს სისტემა იყო დალაგებული ქონდა მოსადსაც, ამერიკასაც, სხვა დასავლურ სპეცსამსახურებსაც ინფორმაცია მუდმივად ქონდათ, ყველაზე იცოდნენ ვინ სად იყო, ვინ რა ჯგუფის ნაწილი იყო და ეხლა ეს დარტყმები ესეთი აი ქირურგიული სიზუსტით რომ მოხდა და ზოგი საძინებელში მოკლეს და ზოგი საყვარელთან და ზოგი სად ეგ ხო მაგას აჩვენებს რომ აი სრული კონტროლი ქონდათ ამ ხალხზე. ეს ხალხი რო გაანადგურეს, ვიზეც სრული კონტროლი ქონდათ. ეხლა უცებ გაჩნდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არაფერი არ ვიცით. და ვინც ვიცით ეხლა ამ დღეებში. პრეზიდენტი გინდ ყოფილა, გინდა რა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ადამიანი იძახის, რომ არც მოსვლა იყო მაგის ნება და გაპრეზიდენტება და არ უნდა. ეხლა დარჩენა მით უმეტეს მაგის ნება არ არის და რეალურად ეხლა ესეთი ტიპი ვინც არის ყალიბაფი, არის და კიდე რამდენიმე ესეთი გენერალი რა, მათ შორის ეხლა გააქტიურეს ორი მნიშვნელოვანი გენერალი, ყოფილი ამ გუშახთა კორპუსის უფროსი, რამის 20 წელი იყო, მოხსენ რეზაი და ჰოსეინ თაები, რომელიც ასევე ბასიჯთა კორპუსის ლიდერი იყო და მერე დაზვერვას ხელმძღვანელობდა ძალიან დიდი ხანი, საგარეო დაზვერვას განსაკუთრებით და ეს ხალხი რაღაცნაირად გადაურჩა, რანაირად გადაურჩა მე თვითონ არ ვიცი და ალბათ თვითონაც არ იციან, გადაურჩა ამ დაბომბვებს და რაღაც და თითქოს რა ის ცვლილება და აი ამოტრიალება მოხდა, ამათმა ეხლა უცებ დაბრუნება ხელისუფლებაში გააჩინა მოსაზრებები, რომ ეს მოჩტაბა ხამენეის შვილი, რომელიც ეხლა არის ლიდერი, ბოლომდე არენდობა რა ამ ახლებს და ცდილობს ისევ ძველგვარდიას დაეყრდნოს გამოცდილ ხალხს. თან ამათთან განსაკუთრებით ამ ჰოსეინ თაებისთან აქვს ესეთი ზვადუნაფიცობა, ერთად უბრძოლიათ ერაყში და სხვა ურთიერთობა აქვს მოკლედ. ეს ახლები, ასე თუ ისე ჯერ კიდევ არიან სხვებიც, მაგრამ ხო არ ვიცით ვინ არიან ეს ხალხი, რა არიან, საიდან მოვიდნენ. უფრო მაგარ რაღაცას გეტყვით, ეხლა ერთ-ერთი სპიკერი ვინც არის ირანის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ეს გენშტაბის უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი არის. არ არის ადამიანი ეგ და იმიტომ რომ ადამიანი საუბრობს რავი რამდენ ენაზე სრულიად აქცენტით, სრულიად ინტონაციის სრულები და ანუ რო შეხედავ ხელოვნური ინტელექტი ლამის ბოტია. ხო, პიქსელები ლამის ეთყობა ხოლმე, იმ დონეზე ხელოვნური ინტელექტია. ეს ადამიანი საერთოდ მოჩნდება ხამენეის სად არის, როგორ არის, საერთოდ ცოცხალია თუ არ არის, ეგეც არ ვიცით. ესეთი მდგომარეობა გვაქვს რა, აქამდე ყველაფერი იყო ცხადიდან ათელი, ეხლა ამის იქეთ სადაც მივდივართ, არაფერი არ ვიცით. არაფერი არ ვიცით. და არც არავის არ ვიცნობთ, გარდა ამ რამდენიმე ადამიანისა, ვინც ეხლა ჩამოვთვალე. პარლამენტის სპიკერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, გუშახთა კორპუსის ხელმძღვანელი ახლა აჰმად ვაჰიდია, მაგრამ აჰმად ვაჰიდიც
არ იყო ესეთი დიდი კალიბრის მოთამაშე არასდროს და მაგას ამ გუშაგდო კორპუსის ლიდერობასთან არასდროს არავინ არ მიუშვებდა. რო არა ის რომ ეს სამი ეშელონი არ გაენადგურებინათ ამ გენერლების. რა ძალიან საინტერესო თემაზე ვმსჯელობთ და თანაც მინდა რომ შევაჯამოთ თან მენანება რომ სასაუბრო ძალიან ბევრია და იმეც გამოთქვა რომ აუცილებლად შევხვდებით და განვახვდებით. ერთი რაც მაინტერესებს და ძალიან მინდა შენი პასუხი გავიგო, აი ეს პროცესი, თვითონ პროცესი როგორ მოქმედებს საქართველოზე? რამდენად ეხება აი ეს ვიბრაცია რამდენად გადმოდის საქართველოზე? ნუ ჯერჯერობით ისეთი პირდაპირი გადმოსვლა არ ყოფილა თქვა. ხო, ანუ აქ ახლა ბევრ კუთხეს გულისხმობ. ხო, აი მაგალითად რაც აზერბაიჯანზე იყო, ესეთი გადმოსვლა პირდაპირ არ ყოფილა. ხო, დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მაგალითად რაღაცა აქციები, ვნახეთ აქციები ერთ რეგიონში, ვნახეთ აქციები თბილისში, სპარსეთის საელჩოსთან. ეგ არის აი კიდევ ერთი პარადოქსი. ზოგადად ირანი არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელსაც ფაქტობრივად რბილი ძალა არ გააჩნია. სადაც მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს ძალიან უხეში ძალით და ადგილზე ქმნის რაღაცა პროქსი დაჯგუფებებს, ესეთ მოკლედ რა, ერთ-ერთი ქვეყანა სადაც რბილი ძალა და ესეთი ჯგუფები შექმნა არის საქართველო. მე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს ახლა თქვა ჩვენ სამეზობლოში, მაგრამ აი დანამდვილებით სადაც ვიცით ხო, სადაც უშუალოდ ირანული გავლენები იყო, მაგალითად სირია, ლიბანი, ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი. ყველგან ვიცით რომ აი ვთქვათ იქ ზეინაბიუნი ყავს შექმნილი, აქ ფათემიუნი ყავს შექმნილი, იქ რაღაცა ჰეზბოლას და ჰამას აფინანსებს. აქ ასადის რეჟიმი იყო და რაღაც. ჩვენ მათ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რბილი ძალა აქვს ირანს. რანაირად მოახერხებინეთ ეს რომ რბილი ძალა შეგვექმნა, ეგ კიდე ძალიან ესეთი თემაა, ესეთ ჩასაშლელი და გასაშლელი თემაა და ამაზე ალბათ საათებით ასევე შემიძლია საუბარი, რომელიც მაინდამაინც მომხიბლელი არ არის ჩვენი პარტნიორისთვის, აზერბაიჯანისთვის, რომელიც უკვე წლებია გველაპარაკება ამაზე, რომ ბიჭებო, მიხედეთ თქვენთან რაღაცა, მგონი ვერ ხდება კარგად. და მოკლედ ის ცდილობები, რაც ჩვენთან რბილი ძალის გაშლით გააკეთა ირანმა, აზერბაიჯანშიც ჰქონდათ იგივე მცდელობები, ნუ ჯერ უხეში მცდელობები ჰქონდათ, რომ იქ უხეში ძალა შეექმნათ. და რაღაცა იქ აზერბაიჯანული ჰეზბოლა და რაღაც ესეთი ძალები შეექმნა. რო არ გამოვიდათ, მაგრამ რაღაც ინსტიტუციონალური და რაღაცა ესეთი მცდელობები იყო. და ნუ აზერბაიჯანმა ისეთი კანონმდებლობა შეიმუშავა, რომ გამორიცხულია იქ, რომ ასეთი რაღაცა მოხდეს. აი მაგალითისთვის ვიტყვი, აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც კონსტიტუციით განსაზღვრული არის ესეთი რაღაც, რომ შენ აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ეწევის სასულიერო, ესე იგი, საქმიანობას და მოღვაწეობას თუ არ გაქვს განათლება მიღებული უშუალოდ ადგილზე ბაქოში, სადაც არის შესაბამისი სასულიერო სემინარია, შენ არა გაქვს მოკლედ ამისი ვალიდაცია და არც უფლება, რომ ეს განახორციელო. ამით გადაჭრა ეს საკითხი რა, ძალიან მარტივად. იქაც არის ეხლა თქვა ბაქოში იგივე, ნუ რაღაც გარკვეული სახლი ბეითი და რაღაცები, რაც ჩვენთანაც არის ეს ორგანიზაცია, მაგრამ საკმაოდ ლიმიტირებულები არიან და სხვანაირად არიან რა, მოკლედ და თუ ვინმეს უნდა მეჩეთში სიარული ან რაღაც, იქ დახვდება იმას იმამი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება, შესაბამისი იქ ადგილობრივ სემინარიაში და ხო, და ეგ თემა დალაგებული აქვს. ახლა ჩვენთან უფრო დელიკატურია, ახლა ჩვენ არა ვართ ისლამური საზოგადოება, ჩვენ არ გვაქვს ტრადიცია ისლამური სემინარიის და იქ სასულიერო პირების მომზადების და ასე შემდეგ, რომ გავანეიტრალოთ აქ. მარტო ირანზე ხო არ არის ლაპარაკი საქართველოში. ხო ყველამ კარგად ვიცით ახლა, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი გავლენები. არა მარტო სასულიერო, ხო, სხვა გავლენებიც არის საქართველოში. ხო და ანუ სასულიეროზე ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში. თუ გვინდა რომ ჩვენ ეს სასულიერო გავლენები, უცხო გავლენები, რომელიც ჩვენ არ მოგწონს, ჩვენთვის არ არის მისაღები, არ არსებობდეს, მაშინ შენ უნდა შესთავაზო რაღაცა ალტერნატივა. ხო და აი ეგ უნდა გავაკეთოთ. ახლო მომავალში, ადრე თუ გვიან, ანუ თუ გვინდა რომ რაღაც უფრო უსაფრთხოდ ზომდეთ თავს. ეხლა მეორეს კითხავ და ცოტა პოზიტიური ნოტისკენ რო გადავიდეთ, ასე ვთქვათ რა. ის რაც ხდება ახლა ირანში და რაც მოხდება ხვალზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ჯინი დიდხანს ვერ იქნება ამ მასში, ხო? ჟანრის ლოგიკა გვეუბნება, რომ რაღაცნაირად უნდა ამოვიდეს ეს ყველაფერი რა. მე მინდა ვუსურვო, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად იყოს ნამდვილად რა.
პოზიტიური ჭრილი საქართველოსთვის რა შეიძლება იყოს? ანუ იგივე შუადერეფანი ვახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში და შეიძლება თუ არა მაგალითად რომ აი რაღაცა ეგ მიმართულება აღმოჩნდეს საქართველოსთვის პოზიტიური. აი მაგალითისთვის ეხლა ეგეთი ამბავი მოხდა რომ ერთი კვირის წინათ სომხეთში დაიწყო ირანულმა კომპანიამ, ორმა კომპანიამ უბრალოდ ახალი ესე იგი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სატრანსპორტო და იგეგმება რომ ეს ირან სომხეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი რაც შეიძლება უფრო კარგად მოწესრიგდეს, ახალი ტერმინალები აშენდეს, ახალი საბაჟო გამშვები პუნქტები აშენდეს და ნუ როგორც პაშინიანმა თქვა ივნისში ირანის სატრანსპორტო მინისტრთან შეხვედრისას აპირებს რომ ირანისა და სომხეთის ეკონომიკური ბრუნვა 1 მილიარდი გახდეს. ეხლა ეს გზა საით მიდის? სომხეთი ნუ კარგი ქვეყანაა იქ და ირანისთვის ეს არის პირველი და ირანელებისთვის თავისუფლების კონსული რო გაიგრძნიან ირანიდან რაღაცა დალიონ რაღაცა ცოტა თავისუფლად იგრძნონ თავი და ასე შემდეგ, მაგრამ ამას სხვა უფრო ძელვადიანი და უფრო სტრატეგიული ეკონომიკური დანიშნულება აქვს, რომელიც გულისხმობს, რომ ირანი შემოდის სომხეთით, შავი ზღვის გავლით, მიდის დასავლეთისკენ. რომელიც ეხლა, რა თქმა უნდა, აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში საკმაოდ არარეალური და ალბათ ვიღაცამ რომ მომისმინოს, ეხლა თქვას, რომ სიგიჟეს ვიძახი, მაგრამ მოკლედ აი როგორც კი ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა მას მერე მოკლედ ირანელები ცდილობენ რომ ეს პროექტი განახორციელონ, მაგრამ ხან იქეთ ამ იზოლაციონიზმის გამო ხან მოკლედ იმ პრობლემების გამო რაც ყველა კარგად ვიცით, ამას ვერ აკეთებდა. ეხლა რა შეიცვალა, რამე არც არაფერი არ შეცვლა, შავ ზღვაზე კიდე უარესი მდგომარეობაა, საერთოდ ანუ არც კარგი სიტუაცია ხო ვიცით რომ საზღვო მიმოსვლის მხრივ შავი ზღვა აღარ ითვლება მაინდა-მაინც უსაფრთხო ზღვად. არც ირანსა და ევროპას შორის არის დალაგებული ურთიერთობა, პირიქით უფრო დაძაბულია, მაგრამ ნუ ირანელები და ზოგადად აზიელები ხო ვიცით რომ უფრო რაღაც შორს იყურებიან, უფრო შორს ხედებიან და ანუ ალბათ ფიქრობენ რომ ეს ომი და ეს დავიდარება ალბათ დიდი ხანი არ გაგრძელდება, როდისღაც უნდა დაალაგდეს და ამ ინფრასტრუქტურას მერე გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოს გამოიყენონ როგორც დამატებით ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რითაც დაუკავშირდებიან დასავლეთს დაუკავშირდებიან რუსეთსაც. ორივე აინტერესებთ ჯერ კიდე რაფსანჯანის პერიოდიდან 95 წელს რო ჩამოვიდა პირველად რაფსანჯანი, აი მაშინ პირველი რაც მოსთხოვა შევარდნაძეს, ფოთში წამიყვანეთ, რომ ეს ენახა ეს მთელი ინფრასტრუქტურა საქართველოში იყო. ხო და ნუ საქართველოს აი ეს პოტენციალი აქვს, თუ ირანი დაალაგდება დასავლეთთან და თუ მოეშვება მოკლედ ამ იზოლაციონის და მოკლედ ამ ცუდი ბიჭის როლის თამაშს, ჩვენი გეოგრაფია აქ არის, ინფრასტრუქტურაც გვაქვს, ავითარებთ, ეხლა ახალ-ახალი ინვესტიციებიც იდება ამ მიმართულებით, რასაც ხედავთ ეხლა ბოლო პერიოდში საქართველოში ეს შუადერეფანი და რაღაცები განვითარდეს და გაგვიხარდება თუ ირანული ტვირთები სპარსეთის ყურიდანაც კიდე სხვა ტვირთები ჩვენსკენ წამოვა, ასევე ირანელებს ძალიან დიდი ხანია, აი მაშინ 2009 წელი იყო, როცა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები იყო ისტორიულად დაბალ დონეზე, იმიტომ რომ მაშინ თუ გახსოვთ ჩვენთან ეგეთი кейსი მოხდა, ჩვენ გადავეცით ერთ-ერთი ირანელი პატიმარი ამერიკელებს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო, რომ აქ საქართველოში ცდილობდა რაღაცა გარკვეული ამერიკული ოპტიკური ხედვის ყიდვას, რომ წაიღო ირანში და დაეკოპირებინა, როგორც ყველაფერს აკეთებენ ხოლმე. და ეს გადავეცით, ეს მოქალაქე და მაშინ ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო ჩვენ შორის. და ირანელები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად აი ამ ესე იგი როგორ თქვა, აი ეს ფსიქოლოგიური თუ რაღაც დიპლომატიური უპირატესობა გამოეყენებინათ და 2009-ში რომ მოკლედ ჩვენთან დაეწყოთ, რომ აი თქვენთანაც შემოვიყვანთ გაზს და რაღაც და ჩვენთან არ გამოდიოდა ეგ უბრალოდ იმიტომ რომ სანქცირებული გაზი ჩვენ არაფერში არ გვჭირდებოდა და ეხლაც არ გვჭირდება, მაგრამ როცა კი ეს სანქციები წავა, დაალაგდება და სხვანაირი გახდება ირანი, პირიქით, მეგონი მივესალმებით მაგათ ტვირთებს და მაგათ გაზსაც და ნავთობსაც. და სულ ბოლო კითხვა, რახან რუსეთი ახსენე მოსკოვით ირანი ამ ღერძზე იყო მუდამ გეოპოლიტიკურად საუბარი. თუ ირანში რაღაცა კიდევ უფრო სერიოზული ცვლილებები მოხდა, ან რაც უნდა მოხდეს იდეაში, ნიშნავს ეგ ყველაფერი იმას, რომ ეს ღერძი გაიჭრება თუ ეგ ღერძი არის ისეთი ისტორიული ბლეფი. აი გამორიცხულია, აი სადღაც კრავი და გლის ერთად ბალახის ზოვას გავს და გაეტყვით რატო. აი ირანულ მენტალიტეტში არსებობს ორი დაუძინებელი მტერი. და ეგ ორი დაუძინებელი მტერი არც ისრაელია და არც ამერიკა. ეს არის დიდი ბრიტანეთი
და მეორე ეს არის რუსეთი. და რატო? ანუ ყველაზე ისეთ დიდი აი განსაკუთრებით ეხლაც რომელიც აი ხშირად ციტირებადი თემაა ისტორიული ტრამვა ირანულ პოლიტიკაში, აი პარლამენტში პრეზიდენტის პირიდან მომისმენია. ეგ არის თურქმენჩაი და გოლესტანის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც რუსეთმა დაათმობინა მთელი ეს სამხრეთ კავკასია და ეს ტერიტორიები, რაც ჩვენ ვიცით, ხო, ეს ჩვენი სამეზობლო ტერიტორიები. და ეს მოკლედ ისტორიული გამოცდილება აქვს და რუსეთი მიიჩნევა როგორც აი ღალატის სინონიმი, როგორც აი ზურგში დანის ჩარტყვის სინონიმი. და ირანელებმა მართალია ეხლა არიან სიტუაციური მოკავშირეები და უბრალოდ ერთმანეთთან მეგობრობას არ დავარქვებდი, მაგრამ პარტნიორობას შეიძლება აწყობთ, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ის გეოპოლიტიკური ამბიციები, რომელიც მოსკოვს და თეირანს აქვს, შეუთავსებელია უბრალოდ ერთმანეთთან. არ გამოდის. ნუ, რა ვიცი, ხო, აი ესეც შაჰიდის ნამსხვრევი არის. დრონებს აწვდის, რაკეტებს კი, დრონებს აწვდის, მაგრამ ეს სიტუაციურია უბრალოდ. ისინი ჩადიან რაღაც ბირთვულ საკითხებზე მუშაობენ, ხო? უბრალოდ სიტუაციურია ეს ყველაფერი. აი ირან, ესე იგი, ფსიქოლოგიაშიც, ისტორიაშიც, დღევანდელ გეოპოლიტიკაშიც რო ჩავხედოთ, ირანელებისთვის, ანუ რუსეთი დღემდე არის არასანდოობის და ღალატის სინონიმი. ყველა დონეზე ვამბობ ამას, ან უმაღლეს დონეზეც და უდაბლეს დონეზე, ან ფოლკლორის დონეზე მოღალატეობის სინონიმია, მოკლედ რუსეთი ირანის ისტორიაში და დღევანდელობაშიც. ყველა მეცის რომ ეხლა სიტუაციურად უბრალოდ ისია, რომ აი ჩემი მტრის ტერი, ჩემი მეგობარია, ხო? ძალიან მარტივი ფორმულა საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის. დღეს ეხლა ანუ ორივე მტერი არის დასავლეთი, შეერთებული შტატები და ამიტომ არიან ერთად. როგორც კი ეს განიმუხტება, ეს დამოკიდებულება. ხო, ახსოვს ვისი პარტნიორი იყო ირანი მანამდე, სანამ რუსეთის პარტნიორი გახდებოდა და ვისი მტერი იყო. ნომერ პირველი მტერი შაჰის იყო რუსეთი, საბჭოთა კავშირი და იქ ადგილზე მყოფი სოციალისტები. ხო და ეს არსად არ მიდის მაინც. ისტორია ხო კარგად ვიცით, შეიძლება ვიღაცამ შეეცადოს ამ ისტორიის გადაწერა, ან შეეცადოს რაღაცა ეხსიერების შეცვლა, მაგრამ არის რაღაცები, რაც უბრალოდ არ იცვლება და ირანში არავინ არ ცდილობს მაგის გადაწერას და არც შეცვლას და არავინ არ ლაპარაკობს იქ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია. ეხლაც პარლამენტში მოწოდებები იყო და ძალიან აი ომი რომ მიდიოდა, სად არის ჩვენი მეგობრებიო და სად არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიო, რომლებთანაც ომის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი მოვაწერეთ თან. ეხლაც აქვს ეგ პრეტენზია ირანელებთან და ხშირად ამბობენ ხოლმე აი ამ ერთ კიდე ცნობილ ფრაზას, ეხლა ბევრჯერ გაიმეორეს უბრალოდ რა ირანელებმა და მაგიტომ დამრჩა ყურში, რომ ჩვენ დავივიწყებთ ჩვენი მტრების ღრიალსო, მაგრამ არაზუსტ გვემახსოვრება ჩვენი მეგობრების ჩუმატყოფნაო და დუმილი, ხო. ხო და ამიტომ ხო ხვდებით ეხლა ვის დუმილზე არის ახლა ლაპარაკი. ხო და ნუ ეცდებიან რა თქმა უნდა ის თუნდაც ის ერთ-ერთი კორიდორი, რომელიც ასევე ცდილობენ ირანელები ძალიან ხანია გაჭრან ეს სამხრეთ ჩრდილოეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო დერეფანი, რომელიც ინდოეთთან მოემართება, შემდეგ ჩალბაჰარი, მოდის ასტარა, აზერბაიჯანი და ადის ლამის შილოყინულოვან ოკეანეში, რუსეთში. ხო და ეს პროექტიც არსებობს, მაგრამ ის რომ რაღაცნაირად ღერძია და ესეთი ერთობა, რომელსაც არაფერი დააშორებს, არა, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც კი დასავლეთთან დაალაგდება ირანი, ეს რუსულ-ირანული მეგობრობა ისე გაქრება, როგორც რავიან. მარტის თოვლი. მარტის თოვლი. კარგი, ბაკო, დიდი მადლობა, ბაკო ხელაძე გახდათ ჩვენთან ერთად, მადლობა შენ.